გამოიწვევს კარგული კატაკლიზმები, მაგრამ ჩვენ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ადაპტაცია განახორციელოს შემდგომ. ხვალ არ ვართ მზად. ხვალ არ ვართ მზად. საუბარზე არ არის. ეს დავახსოვო. მაგრამ რაღაცაზე საუბარი. სიტუაციაში რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონი ტურისტების შემცირებას და ეს არის ალბათ რაზეც ქონდა საუბარი. ეს არ ვართ მზად. ეს რომ შემოთავაზო არ დავხმები.
ბატონო დღეს ბატონო ირაკლი ესენი არიან განათლების სისტემაში წლების მანძილზე ჰქონდათ ფესვები გადგმული ფსევდოლიბერალებს და ეს ფესვები დღესაც არის სამწუხაროდ აქტუალური, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მთავარია წინ გავიხედოთ და მთავარია რომ ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები. საქართველოს განათლების სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული პატრიოტის აღზრდაზე და ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამშვალული მოსავლის აღზრდაზე და შესაბამის განათლების მიწოდებაზე. ეს ფესვები უნდა ჩაიჭრას, რაც ჰქონდათ ფსევდოლიბერალებს და რაც როგორც ჩანს დღემდე შემორჩენილი და თავიდან ბოლომდე გადაიხედება როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე თითეული სახელმწიფო. მართლა გამოუგნებელია უბრალოდ იმ ლიტერატურის არარსეობა სავალდებულო პროგრამაში, რაზეც საზოგადოება მიიღო ინფორმაცია, ხო? ამას თუ არ ასწავლები, გაჩვენოს თუ არ ასწავლები. მოსწავლეს მაშინ მასწავლოთ ლაშა-ბუღაძის პიესები და როგორ განათლებას მიიღებენ. მოსწავლეები ძალიან კარგად ავინახავთ, ხო? ეს არის მართლა გამოუგნებელი, ეს არის სწორედ ფსევდოლიბერალური ფესვების შედეგი, რაც რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა შეიცვალოს საქართველოში განათლების სისტემას უნდა დაუბრუნდეს სავალდებულო პროგრამაში ის საკითხები, რაც არის აუცილებელი პატრიოტის აღზრდისთვის და იდენტობის პატივისცემით გამშვალული. ჩვენ უკვე მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, ამის საფუძველზე გადაისინჯება ეროვნული სასწავლო გეგმა და გადაისინჯება რა თქმა უნდა სახელმწიფოებიც ეს არის ის გზა რაც უნდა განვლოთ და ეს რა თქმა უნდა მოხდება განათლების სამინისტროს ლიდერობის ქვეშ, ამაზე მიწვეობა არის უკვე დაწყებული. მე გვპირდებით რომ ძალიან მალე მოსწავლეებისთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულად განსხვავებული შინაარსის სწავლება ზოგადად. ოპოზიცია არის სრულად დეზორიენტირებული, მიუხედავად არის მძიმე მდგომარეობაში. ამის მიზეზი, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, მთელი ამ თვეების განმავლობაში ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს, ატყუებდნენ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20%, 30%, 35%, თუმცა საბოლოო ჯამში დადგნენ ფაქტის წინაშე და ახლა უწევთ თავის მართლებას საკუთარი მხარდამჭერების მიმართ. ეს იწვევს, რა თქმა უნდა, მათ ამ დეზორიენტაციას, მათ უსუსურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში კარგია, ისინი უშვებენ შეცდომაზე და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული პირველ რიგში რო ვიტყვით, რა კრიტერიუმი შეიჭრა ის ყველაზე ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებ და ეს იყო თუ არა თავარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და გარდა ამისა, თქვენი გუნდის წევრები ამბობენ, რომ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობა და მსჯელობა. ვინ იყვნენ სხვები ყაველაშვილთან ერთად? ბოლო კითხავს რაც შეხება ეს აღარ არის საინტერესო. გამომდინარე იქიდან რომ კანდიდატი არის უკვე შერჩეული და წარდგენილი, რაც შეხება მიხეილ ყაველაშვილს, მას არ გაუკეთებია არც ერთი ხალხასმით მომბობ, არც ერთი ანტიდასავლური განცხადება. ისე როგორც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ისიც ყოველთვის ხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას, მას არასდროს არც ერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაუკეთებია. როდესაც ის აკრიტიკებდა კონკრეტულ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, სტრუქტურებს, უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის, ეს არ არის ანტიდასავლური განცხადება. ანალოგიურად, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, შეიძლება ეს ვიღაცამ მოიხსენიოს როგორც ანტიქართული განცხადება, რაც არასწორია, ხო? კრიტიკა არის კრიტიკა, როდესაც მით უმეტეს უსამართლობას აკრიტიკებენ, ეს არ არის ანტიგანცხადება, ეს არ იყო ანტიდასავლური განცხადებები, ეს იყო ჯანსაღი კრიტიკული განცხადებები იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ყველა ვხედავდით. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილი არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი, თუ ვინმეს უყვარს ამ ქვეყანაში საკუთარი სამშობლო,
ეს არის ერთ-ერთი პირველი სწორედ შეფასება გიყვართ ადამიანები IQ-ზე იყო შეკითხვა. ერთი თავით ჯოგნის და 10 თავით ჯოგნის მიხეილ ყავილაშვილი მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგულაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. ეს არის ჩემი პასუხი. მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად გითხრათ. ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილს მაგალითად რომ ქონოდა IQ, ჯერ ერთი არ იტყოდა ის, რომ 25% აქვს ქართულ ოცნებას და მაქსიმუმ 10% შეიძლება გააყალბოს. ის არ დაარღვევდა კონსტიტუციას, ის არ გაყიდიდა საკუთარ სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ ქვეყანას. IQ რო არ ქონდა, იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი. რომელიც ამბობს რომ ეს არის დროებით და უკრაინის და რუსეთის ამბავთან ეკავშირებით საუბრობს და პარალელს სწავლობს ამ შემთხვევაში რა შეგიძლიათ უპასუხო და შემდეგ გავიმჭირდაზე რომ ევროკავშირი ამას დავაზუსტებ. საერთო შეხვედრაზე იყო დაბარებული ეს რა მესიჯი არის ამ შემთხვევაში დავით კირთაძე ევროკავშირის დავაზუსტებ ამბობს რომ ამ ფაქტს ზოგადად ირაკის არქივამ თქვა რომ გერმანიის ელჩის გაძევების პროცესი უნდა დაიწყოს. მე მგონია თქვენ უნდა დავუსვათ შეკითხვა ევროკავშირის წარმომადგენლებს რეჟიმ ჩეინჯი არის თუ არა მათი ამოცანა ამ ქვეყანაში. მე მგონი კარგი იქნება თუ ამ კითხვას დავუსვათ მაგალითად ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ხო, ეს დასასმელი კითხვა გამომდინარე იქიდან რომ ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს იმაზე რომ თითქოს ევროკავშირის ამოცანა საქართველოში რეჟიმ ჩეინჯი და ნაციონალების დაბრუნება ძალაუფლებაში იმ ადამიანების დაბრუნება რომლებიც აწევდნენ და კლავდნენ ამ ქვეყანაში ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს, იტაცებდნენ ტელევიზიებს, გახვიეს ეს ქვეყანა ომში. თუ ევროკავშირს უნდა რეჟიმ ჩეინჯი და მით უმეტეს ამ კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა. კარგი იქნება თუ თქვენ დასვათ ამ შეკითხვას ევროკავშირის. რაც შეეხება დავით კირთაძის მისვლას ევროკავშირის ოფისში, ეს თავისთავად არის, გაუგონარი მოვლენა და ეს არის, რა თქმა უნდა, სიზურულის მხარდაჭერა, რაც ძალიან შემაშფოთებელია. რაც შეეხება გერმანიის ელჩს, მე მგონია გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ყავს. ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ეგრეთ წოდებულ ელჩს შეეფარება დღეს საქართველოში. მე არ ვიცი. რაც არ უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის საინტერესო. ამას აქვს რა თქმა უნდა ჩვენთვის ჩალის ფასი, ისე როგორც ჰქონდა ჩალის ფასი წინა 4 რეზოლუციას. თქვენ იცით რომ ეს არის უბრალოდ პარადინა თაღალდი, შესაბამისად სერიოზულად ვერ დავგავდებით ამ დოკუმენტის შეფასებას.